და გაგაცნოთ ახლა წყვილი, რომელმაც სიყვარულის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა და დღეს 60 წლიანი სიყვარულის ისტორიაზე შეუძლიათ ამაყად ისაუბრონ და ჩვენი მაყურებლისთვის მაგალითებად იქცნენ თავისთავად. მათი ამბავი შემთხვევით თბილისში დაიწყო, როგორ გაიცნეს ერთმანეთი ცნობილმა ექიმმა ზურაბ თურმანიძემ და მისმა მეუღლემ დოდო იაშვილმა. მარიშკა მამაგეიშვილის სიუჟეტიდან გავიგებთ ახლა მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ. რამდენი წლის წინ იყო ეს? ეს იყო 60 წლის წინ. ზურგები, მოხვედი შენც, მოდი, გოგო, მოდი. ყავდა კაპიტილებული ვოლგა. მაშინ 8-ი დადიოდა თბილისში. ეზოში ვრესხა მანქანას. ეზოში შემოვიდა ორი ლამაზი გოგო და კითხულობენ, დუღაშვილი საცხოვრობს, ნუნუ დუღაშვილზეა ლაპარაკი. შებძალდნენ ესეც და გავაყოლე მეც ასე თვალი ღოიც. არა, სუმასი არ ყოფილა. აბა როგორ? სრულიად შემთხვევით მოხდა. ეს იტალიური ეზო იყო. ჩემი მეგობარი ცხოვრობდა იმ ეზოში და იმასთან მივედით სტუმრად მე და ჩემი მეგობარი ნანა ახვლედიანი. და დროს ეს იყო ეზოში და ევლებოდა თავს თავის მანქანას. რა არ თქვა სწორად? რატომაც ერთ დღეს ტროლეიბუსით მოვდივარ სახში კაცო. საკვირველია. ტროლეიბუსში მანქანა კაც სახში ყავდეს ტროლეიბუსში რა მინდოდა. შემხვდა. უი თქვენ ისო შეგხვდით, მე შეგხვდით ერთი მეორე. გამიგე? ასე მოხდა უეცარი და მე ესა თუ არ შეწუხდებით მე ტელეფონი მომეცით. ან მე ხო იცი თურმაიძე ვარ, რაღაცა შეგება დაგჭირდეთ, გამოგადგეთ მეთქი და კი ბატონო, არ თქვია. იმ პირველი გაცნობიდან გავიდა 2 წელიწადი. არც გამხსენებია, არც ამას, არც მე. ამან მოიარა ჭიათურა, მე იყავი რუსთავში. გამანაწილეს ამ დროს დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი და მაშინ განაწილება იყო. რა გინდა შენ? გავს. წადი. მიდი ჩახტი. გაატარა ამდენი დრო 2 წელი თითქმის ჭიათურაში, ამის შემდეგ მუშაობდა რუსთავში. რუსთავში და გადმოვიდა თბილისში. მუშაობდა სახელოვნების ინსტიტუტში. რამოდენიმე წელი. და შემდეგ უკვე იმ საავადმყოფოში, სადაც დღემდე მოღვაწეობს. თუმცა ახლა ვთქვა, აღარ გინდა უკვე გეღო. ახლა პენსიონერი ვარ. არა, ყოველ დღეს ზის საჭესთან და ყოველ დილით მიდის საავადმყოფოში. შენ ჩემი რა მოგეწონა? მე შევხედე ლამაზი ხალია რაღაცა თან ვაკეში, ხოიცი ვაკელები. კაი, ნუ მეტისროფ. მეტისროფ რა მომეწონა, კაი ხალია ახალგაზრდა, მე სულ მიჩიჩირებენ, ცოლი ითხოვეთ. და რა გააკეთე, რა მოხდა ჩვენი ერთ დღეს რა სისულელი ჩაიდინე. მე სისულელი ჩავიდინე რა? რა გინდოდა რაჭაში? ვიმე. 11 სექტემბერს იყო დოდოს დაბადების დღე. მოგე წავედით რაჭაში, როგორ წავედით ოსეთზე, რა წვიმაში და ეს ღამის 2 საათზე როგორც იქნა ჩავედით ამ ამორლაურში. მაგრამ სახს არ გინდა მიაგნო. ვიცი მარტო გვარი 2 საათია. მივადე კიდე დოდოს ხო არ დავიძახებ კაცო იქ. ამის ზვას ქვია და გურამი. ან დედამის და მამამის ხარ დაუსყად. გურამ. შეც არ მომიხვდები წვიმაში. როგათონდა მეორე დილა ავდექით მე და ჩემი მეგობარი და მივადექით ამათ იმ სოფელ ხიმში. დედამისი, მამამისი მეტნაკლებად საქმის ყურში იყვნენ, იცოდე ურთიერთსიმპათიები ქონდა, რაღაცა ქონდა და ესე რომ ასე დაიწყო ეს ამბავი. მოუყიდე იმ ჩემცოლს, მაშინ ხელი ცოლი არ იყო, მაგრამ სასოლე დავარქვი და ქუთაისში ყავდა მშობლები და ჩემ მაქანს გადავხანდი პირდაპირ ხუთნავადექი დედაჩემს და მამაჩემს. მოვიტაცე მეთქი ეს ხალი. დიდხანს აღარ გავიგზელებულა ეს შენი მისვლა. გადავწყვიტე და დავხორციელებული ყავით. ეს იყო 1 ოქტომბერი 66 წელი. ეს არის პირველი ხელის მოწერი 66 წელია. ხელი მოვაწერეთ ქორწინების სასახლეში. ეს გადავიღო ჩვენმა მეგობარმა რაღაც მაშინ
სურათები ძალიან ბევრი გადავიღეთ, მაგრამ შეახება. რაღაც ლაბორატორია დაიწყოთ, რაღაც და ეს სურათები ყველა გაქრა. და დაგვჭირდა მეგობრის გადაღებული ეს სურათი. აბატონო შვილები, შვილები. აი ეს ჩვენი ოჯახი. 2 შვილი და 6 შვილიშვილი. და 3 შვილთაშვილი. ესე ამგვარად მიდის ეს ჩვენი ცხოვრება. ახლა თუ აბრაზებთ ხოლმე ერთმანეთს. რა. ისე რა. არა. მართალია ფირცხია, მაგრამ იმდენად გულწრფელია ამ თავის იმაში და რომ დაპატიებ ყოველთვის. სიყვარული ურთიერთპატივისცემას, დათმობას, თუ ხედავ რომ რაღაცა ფიცხობს, ამჯობინება გაჩუმებას. ჯობია. უნდა იყო ოჯახის მოყვარული. თბილი. არ უნდა იყო ზედმეტად მომთხოვნი ცოლის მიმართ. და მე ბავშვები რო წამოიზარდა ბავშვების მიმართ. ასეთივეს ვითხოვ მე ჩემი დოდოსგან და ასე გავატარეთ ეს 60 წელიწადი.